2013 წლის ივნისი გარემოს დაცვის სამინისტრომ მწვანე თვედ გამოაცხადა. კამპანიის ყველაზე მასშტაბური აქციები დღეს თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართა. აქციაში სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ცენტრალური და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე სტუდენტებმა და მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. დასუფთავების აქცია გონიაში ნაღმის აღმოჩენით დასრულდა. ჭოროხის დელტაზე სტუდენტებმა, რომლებიც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სანაპიროს ასუფთავებდნენ, ხელყუმბარა შენიშნეს. დასუფთავების აქციის დროს აღმოჩენთ უბრალოდ ხელყუმბარა მიავისან სპეციალისტი არა ვარ და დაურეკეთ საბამისაცემ საკითხის სამინისტროში. აჭარისგან განსხვავებით მსგავსმა აქციამ ფოთში ინციდენტის გარეშე ჩაიარა. აქ სანაპიროს სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს. ჩვენ დღეს აქ სკოლის მოსწავლეები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ დავასუფთავოთ შავი ზღვის სანაპირო ზოლი. ვფიქრობ, ამის შემდეგ ასეთი სახის ღონისძიებები უფრო ინტენსიური გახდება. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თაობის ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობენ ამ აქციაში და იმედი მაქვს, უფრო გავუფრთხილდებით შავი ზღვის სანაპიროს. სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ აქციაში ხაშურში, დაბა სურამში, ქვიშხეთსა და ბაიანთხევის დასახლებაშიც. საკურორტო ზონაში არსებული ტყის მასივი ნარჩენებისგან მოსწავლეებთან ერთად ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებმაც გაწმინდეს. მიხარია, რომ ვიღებთ ამ აქციაში მონაწილეობას და ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენს გარდა კიდე ხაშურის, არა მარტო ხაშურის სხვა მოსახლეობაც რომ მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობა. ქვეყანას, რომლის მოსახლეობაცაც საკუთარი ქვეყანა უყვარს, ასეთი აქციები არ უნდა სჭირდებოდეს წესით. მაგრამ რადგანაც შორს ავარჯერ ასეთი მდგომარეობიდან, ამიტომ გვიწევს ხელისუფლებას, სამინისტრო იქნება თუ ადგილობრივი ხელისუფლება, რომ მოაწყოს ასეთი აქციები, რომ დაასუფთავოს საკუთარი ტერიტორია, გარემო, რომელშიც ცხოვრობთ. სიღნაღის 14-ვე სოფელში ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტერიტორიები დასუფთავდა. აქ აქციაში მონაწილეობა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა და მოხალისეებმა მიიღეს. არმაზის, ბაგინეთის და კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად თავად გარემოს დაცვისა და კულტურის მინისტრებმა დაასუფთავეს. სირთულეს არ წარმოადგენს, უბრალოდ ცოტა მონდომება უნდა იმასაც, რომ არ დავყაროთ უბრალოდ ესე უმიზნოთ ყველგან არის ადგილების საშუალება, სადაც შეიძლება ნაგავი დაიყაროს და შეგროვდეს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი გამოხმაურება მოყვა სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მხრიდან აქციაში მონაწილეობის თაობაზე და მინდა ვისურვო, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია, რომ ეს გადავა ჩვევაში, ის რომ არ უნდა დავაბინძუროთ, არ უნდა დავანაგვიანოთ. აქციას შეუერთდა სამცხე ჯავახეთიც. ქალაქების გარდა მოხალისეებმა ბაკურიანში მდინარე ბაკურიანულას ხეობაც დაასუფთავეს. ერთობლივი ძალებით განაწილებული გვაქვს ტერიტორიები და ხდება დაასუფთავება. შესაბამისი სამუშაო ინვენტარი გვაქვს მომარაგებული, რაც გვიადვილებს ნარჩენების გამოტანას მდინარე ბაკურიანულას წყალდაცვითი ზოლიდან. მცხეთაში დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდაში მონაწილეობა ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამაც მიიღო. დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ მსგავს აქციაში ვიღებ მონაწილეობას სხვა მოხალისეებთან ერთად და ვასუფთავებთ საქართველოს. ჩვენ ხედავთ ულამაზეს ადგილებს და ძალიან ბევრ ნაგავს. მე ვფიქრობ, ეს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. უბრალოდ არ უნდა დავაგდოთ ნაგავი, პირველ რიგში უნდა დავასუფთავოთ. მთელი საქართველო იქნება სუფთა, მწვანე და იქნება ადგილი, სადაც ტურისტები მოვლენ დასასვენებლად და დასათვალიერებლად. თბილისში სოფლის მეურნეობის მინისტრმა თანამშრომლებთან ერთად სამინისტროს ეზო დაასუფთავა. ენერგეტიკის მინისტრმა კი მოადგილეებთან და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებთან ერთად ქვესადგურ გლდანი 220-ის მიმდებარე ტერიტორია დაალაგა. ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა შეუერთით ეს დასუფთავების ეროვნულ აქციას. შევიკრიბეთ გლდანის 220 ქვესადგურის ტერიტორიაზე, მთელი შემადგენლობით და დავასუფთავოთ ტერიტორიას. მოვედით იმისათვის, რომ დავასუფთავოთ აღნიშნული პერიმეტრზე ნაგავი და რა ვიცი, ვისურვებდი, რომ ხშირად ყოფილიყოს ესეთი აქტიურობები, ჩვენ სამინისტრო ხელს უწყობს ამგვარ ინიციატივებს. 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა და იგი 1972 წლიდან აღინიშნება. 2013 წლის ივნისი კი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ მწვანე თვედ გამოაცხადა. დღეს ამ კამპანიის ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა და მთელი საქართველო მოიცვა.